სამტრედიის სოფელ მელაურში მოქალაქეები კვლავ დახმარებას ითხოვენ. ისინი ელოდებიან შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალურ განმარტებებს, თუ რომელმა უწყებამ უნდა გაიტანოს ის სამედიცინო ნარჩენები, რომელიც მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ინახებოდა. სოფელ მელაურის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ აღნიშნული ნარჩენები დასავლეთ საქართველოს რამდენიმე კლინიკიდანაა მიტანილი და მოგროვებული. როგორც ცნობილია, საშიში ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით 2 კვირაზე მეტია 3 პირია დაკავებული, თუმცა სამედიცინო ნარჩენები დღემდე არ გაუტანიათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მძღოლი, რომელსაც ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები გადაჰქონდა, ადგილობრივი მაცხოვრებელია და სწორედ ის ახდენდა სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირებას, რადგანაც პოლიციამ გააჩერა და დააკავა. საქართველოს პროკურატურამ გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირს ბრალდება უკვე წარუდგინა და მათ პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ეკომედიკალ ჯგუფსა და შპს ეკოლოგია და სუფთა გარემოს დირექტორმა ქალაქ სამტრედიაში ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები. სამართალდამცველებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს მათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292 მუხლის პირველი ნაწილი წარედგინათ, რაც გარემოსათვის საშიში ნარჩენებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს. რაც შეეხება ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას, რადიო თავისუფლების ინფორმაციით მედიას გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ სამინისტრო ინფორმირებული იყო მომხდარის შესახებ, ვინაიდან საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც შინაგან საქმეთა, ასევე გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებში ამბობენ, მსგავს ვითარებაში ტერიტორიის ნარჩენებისაგან დასუფთავება და ნარჩენების გატანა მათი უფლება-მოსილების სფეროში არ შედის. სოფელი შეშფოთებული ვარ, 8 სულიანი ოჯახი მყავს და მთელი სოფელი შეშფოთებულია. ასეთი ამბავის ვანდალური ამბავი ხდება. ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი, სავსეა თელი ფერმა, ქირურგიული ნარჩენები და ეპიდემიის დიდი საშიშროებაა. რა ვიცი, რა ქვია ამ ხალხს, ამნაირი საქციელს რა ქვია, თქვენ თვითონ ნახეთ. სატანები, სატანისტური საქციელია, მეტი არაფერი. რა უნდა თქვა? წმინდა მამები გვეუბნება, რომ ეს საქციელმა თქვენმა გამხილა და გამოგაჩინაოს. ზუსტად საქციელი ლაპარაკობს. ქირურგიული ნარჩენები თუ შეიძლება სოფელში დაყრა და ამნაირად, რა ქვია, ხელის დაფარება და რეაგირების გარეშე დატოვება, დიდება უფარს. თითქოს ჩარეულიაო ყველა მარა სამტრედიის იგი და რა უნდა იცის, რა კიდე როდის გეეტანებენ, ერთ თვეზე მეტია ყრია ხანი, რაც ჩვენ ვიცით, ერთ თვეზე მეტია. ხო და როდის უნდა გეეტანოსკენ, როდის ეშველება სამშობლოსაც, ჩვენ სოფელსაც, აზრი არავა. ყველასთვის დაუშვებელი ფაქტი მოხდა და ამ ფაქტს უნდა გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროდან და სპეციალური ორგანოებიდან, რომ მოხდეს სანიტარული ნორმების დაცვით ამ ნარჩენების სამავთყოფოს ქირურგიული ნარჩენების აქედან გატანა. ეს ისეთი ამბავია, რომ ამის იქეთ შეიძლება განვითარდეს ეპიდემია. უნდა რომ ზოგიერთი კლინიკა ამას აკეთებს დამოუკიდებლად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ყავდეს დაქირავებული კონკრეტული მომსახურე პირი. კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული სამართალდარღვევა არსებობს, რომელ სამართალდარღვევაზეც დაწყებულია რეაგირება სამართლებრივი. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან პროცედურები ამ საკითხების შესასწავლად და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, იმავდროულად ეს არის გამოძიების ინტერესის საგანი, ეს არის კლინიკების პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობად რამდენად სწორად და სრულად ართმევენ თავს, ამას რა თქმა უნდა გაარკვევს რეგულირების სააგენტო ჩვენი სამინისტროსი და ექნება ამის შეფასების რეალური შესაძლებლობა. ბატონ დავით, სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში სამედიცინო ნარჩენები რომ აღმოაჩინეს ამასთან ბატონ დავით, ვინ უნდა გაიტანოს ეს? სამტრედიის მერია გაიტანს? გავიგე ბატონ დავით, რა გატანილი არ არის და ვინ უნდა გაიტანოს? გააქვს, მუშაობენ და გააქვს მე როგორც ვიცი სპეცმანქანებიც და კი ბატონო, თქვენ გქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ, რომ აქ ინახებოდა სამედიცინო ნარჩენები? პირველთან არანაირი სურვილი არ მაქვს ინტერვიუ. სურვილი არ გაქვთ, მაგრამ პასუხისმგებლობა ხო ეკისრება ვიღაც? თქვენ ხართ უსინდისოები, იმიტომ რომ გუშინ რაც დეზინფორმაცია გაუშვით და ხალხს შეცდომაში. აი მაგალითად რა არის ბატონო დავით დეზინფორმაცია? ის რომ მერიის კარგად იცით თქვენ რაცაც? მითხარით რა არის? არ გაქვთ პასუხი ამაზე.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიის სოფელ მელაურის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში უკვე თვეზე მეტია, რაც სხეულის ამპუტირებული ნაწილები ყრია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 3 პირი. კულტურული მემკვიდრეობა და ურბანული განვითარების გამოწვევები ქუთაისში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქალაქის საზოგადოებრივი ანსამბლეის ინიციატივით პანელური დისკუსია შედგა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქის არქიტექტურული იერსახის შენარჩუნების ისტორიული გარემოს დაცვისა და გენგეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე. შეხვედრა ონლაინ ჩართვით ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარმა გახსნა. დიდი მადლობა. შეიძლება ხო დიდი მადლობა მოგიხსენებთ ყველა. ჩვენ სამწუხაროდ სულ ცოტა ხნის წინ მქონდა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც 2 საუკუნოვანი საგუბერნიო ციხის გადარჩენა, ესე ვთქვათ, ვერ შევძელით და გარკვეულწილად უკვე დასრულებული არის მისი დემონტაჟის სამუშაოები. ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურება თუნდაც აი პრევენციული ხასიათის მომდევნო ისეთი შენობები დავიცვათ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისაგან, რომლებიც ასახავენ ერთგვარად ამ ქალაქის მეხსიერებას. დღეს კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის არსებობდეს ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა, დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იქნება ნებისმიერი მსგავსი სამუშაო განხორციელებული, რომლის გარეშეც ვერცერთი არსებული შენობა ნაგებობის დემონტაჟი ვერ მოხდება და ვერც ახალი შენობა დაიდგმება. რაღაცას თუ შევწირავთ, მე შევახოცავთ უკაცრავად ამ ამაზე ბიზნესს, რა უყურთ, ბიზნეს ინტერესები იყო ასეთი და ბიზნესი თუ არ განვითარდა, არაფერი არ იქნება. ასეა. ეს შეიძლება ხდებოდა სადღაც 18 ან 19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის კიდე პირველ ნახევარშიც, მაგრამ ეხლა ეს ასე თელსოფლიოში აღარ ხდება. ბათუმზე აღარაფერს ამბობ, ბათუმის გენგეგმაზე შემუშავე ეკონომიკურ ხედვის ნაწილში და მოხდეძლო მან ასე ვთქვათ გენგეგმის შემუშავება უფრო პატარა გეოგრაფ მაგალითად ცხეთამ გააკეთა, ბორჯომმა გააკეთა, ბორჯომზეც მაქვს დამუშავარი გოშ არ მიმუშავე. ჩვენ რატო ვიკრიბებით აქ? იმიტომ ვიკრიბებით, რომ იქნებ რაიმე საშველი და ვინმეს იქნებ გავაგებიოთ რაღაცა. როგორ შეიძლება ეს? სად ნახეთ ეს საქართველოს ისტორიაში გელათი ესეთ მდგომარეობაში? ბაგრატი ასეთ მდგომარეობაში? ოდესმე ყოფილა კომუნისტები იყვნენ და ვიყავით და უვლიდით და ბაგრატის ტაძრის აღდგენის სამუშაოებზე ჩვენ ვიყავით პირველები იქ რომ მივესიეთ. ტუალეტები რო იყო გადმოყდებული, მავატიეთ ამ სიტყვებისათვის ტაძრის ეზოზე. კი, მეორე რაიონზე ამბობ. ხო, ის ტრაგედია. რა ხდება იქ? ტრაგედია, ესე იგი არის ამხელაგზა, დარჩენილი მოედანზე. 5 გზა იყრის თავს და ამ პოლიციელების მანქანისა ვისი წარ უნდა იყოს რა მნიშვნელობა? არის დატოვებული აი ამხელაგზა. სადაც 28 თებერვალს ჭიათურაში აქცია გაიმართება, მას საორგანიზაციო ჯგუფი მაღაროელი ანონსებს. როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, 28 თებერვალს სრულდება 1 წელი ჭიათურაში უწყვეტი სოციალური პროტესტის დაწყებიდან. ისინი განვლილ 1 წელს აფასებენ, წერენ, რომ პრობლემები და გამოწვევები არ საწასულა, რომ ჭიათურა კვლავ სოციალური პროტესტის ეპიცენტრია. ისინი მოქალაქეებს სოლიდარობისაკენ მოუწოდებენ. 28 თებერვალს დღის 2 საათზე ჭიათურაში არის საპროტესტო აქცია. ჩვენ უკვე 1 წელია რაც პროტესტში ვიმყოფებით კომპანიის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. შემოგვიერთით 28 თებერვალს დღის 2 საათს. გააძლიერე ჩვენი პროტესტი თქვენი მხარდაჭერით. ხვალ 28 თებერვალს მოვზანდით ქალაქ ჭიათურაში სამართლიან პროტესტზე. გვაქვს 1 წლისთავი ვირუსის გამარჯვებისთვის. ხვალ 28 თებერვალს მოდი აქციაზე. ხარი დაუჭერე მაღაროელთა სამართლიან პროტესტს. მოგესალმებით, მეგობრებო. ხვალ უკომპრომისო ბრძოლის 1 წლისთავია. მოდით აქციაზე. ჩვენო თანახმადელებო, ხვალ 28 თებერვალს გთხოვთ მოვზანდეთ საპროტესტო აქციის 1 წლის თავზე. 28 თებერვალს მოდი აქციაზე.
შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები 1 მარტიდან ამოქმედდება საკითხთან დაკავშირებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ცვლილებების დეტალებზე იმსჯელეს და პოტენციური შედეგები განიხილეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ არის, რომ გავაცნოთ თითოეულ მათგანს შრომით იმიგრაციის შესახებ კანონით დადგენილი ის სიახლეები, რომლებიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას და ასევე მათ მიერ შრომით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება. სწორედ დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ დეტალურად გავაცნოთ მათ ის სიახლეები, რომელიც 1 მარტიდან შედის ზალაში, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი საუბარი, კონტაქტი ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან, ასოციაციებთან, ფაქტიურად მუდმივი კომუნიკაცია არსებობდა მათთან და დღეს გადავწყვიტეთ ერთგვარად დამაგვირგვინებელი შეხვედრის გამართვა იქამდე, სანამდე ეს რეგულაციები საბოლოოდ შევა ძალაში. ეს არის ერთგვარი ჩვენი ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვინდა პირნათლად შევასრულოთ და რა თქმა უნდა იქნება საუბრები, იქნება მოსაზრებები, იქნება დებატებიც. მიგრაციის შესახებ კანონის მთავარი მიზანი არის, რომ შრომითი მიგრაციას მიდგომა იყოს სისტემური და ჩვენ ზუსტად გვესმოდეს შრომითი ბაზრის მოთხოვნები და აღნიშნული კანონმდებლობით ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტი არის შრომითი რესურსის, ჩვენ გვქონდეს სისტემურად შრომითი რესურსის შემოყვანის საშუალება სახელმწიფოს და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული ხავდეს შრომითი ბაზარი, ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი შრომითი რესურსს ჰქონდეს უპირატესობა, იმიტომ რომ იქ ზედმეტი კონკურენცია არ გჭირდება. სახელმწიფოს ცხადი აქვს ლეგიტიმური უფლება და მათ შორის ვალდებულებაც, რომ a დაიცვას ადგილობრივი შრომის ბაზარი და b უსაფრთხოების ნაწილში ქონდეს ინფორმაცია, ვის შემოდის, ვინ გადის ქვეყანაში და ეს ცხადია მათი ლეგიტიმური ინტერესია და ამას ჩვენ ვაფასებ და პატივისცემთ. მეორეს მხრივ, ცხადია უკვე ის დეტალური პროცედურები, რომელიც გაწერილია, ეს არის რეგულაცია, სტანდარტი, რომელსაც შეიძლება გარკვეული გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, პოლიტიკის დამდგენისთვისაც ძალიან საინტერესოა პირდაპირ შეხვედრა ქონდეს ბიზნესთან, რათა მათგან მოისმინოს კონკრეტული ყოველი შემთხვევა, რომელიც შეიძლება კონკრეტულ ბიზნესს ჰქონდეს, იმისათვის, რომ შემდგომ უკვე თუ რამეა დასაკორექტირებელი, ყველამ ერთად დავაკორექტიროთ. დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ქართული ტელეკომპანია იმედი და პოსტივი. ბრიტანეთის გადაწყვეტილებით არხები შეყვანილია სანქცირებულ სუბიექტთა სიაში, რაც ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და ფინანსურ შეზღუდვებს. ოფიციალური ლონდონის განმარტებით მიზეზი რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ბრალდებებია. საქართველოს ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მედიის წარმომადგენელთა უფლებებს დაიცავს. მისივე თქმით, აღნიშნულ ტელეკომპანიებს ფუნქციონირების პრობლემა არ შეექმნებათ. მომხდართან დაკავშირებით განმარტებებისათვის ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საკითხზე პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსიები გრძელდება. ბუნებრივია თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული ცოცხალდარი ოპოზიციისთვის მაჯისტრების შენარჩუნების ცირიოდენი შანსის მიცემა იყო. ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის საუცილებლობა კვლავაც წოვეთ დგას დღის ეს რიგში. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს დგას ქართული ხალხის სამსახურში მყოფი ქართული ოცნება, რომელსაც ქართულმა ხალხმა გასული 2 წლის მანძილზე ორჯერ გამოუცხადა მყარინდობა, ხოლო მეორე მხარეს დგას გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართული ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერ შესრულების გარდა არაფერი აწუხებს. ამ ადამიანებს სიტყვა უსამშობლო ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. საზოგადოება მიიხილა, რომ როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან იმედისა და პოსტივის სანქციებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი მესიჯბოქსი დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ თითქოს ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო.
ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია დამადრულად ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით საქართველოს ბედს არა ქართული ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ხარდაჭერის მიღების ნულოვანი შანსი და იმედი აქვთ. საინტერესოა, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა ბრიტანული სანქციების ფონზე სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ქართული ოცნების პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. აგენტურის ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს. როდესაც 99% კვლავ გაერთიანებული აგენტურული ოპოზიცია ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავაზობს საკუთარ მომსახურებას, მათი განცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერივიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ვადებს. ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან გათავისუფლება მოგლებადია ან თუნდაც საშუალოადიან პერსპექტივაში, რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებამ, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმას, რომ ეგრეთ წოდებული deep state-ის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. ბრიტანეთმა დაასანქცია ეს ორგანიზაციები არის არა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ ის თუ რა დაუდო მან საფუძვლად აი ამ სანქციებას. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის რუსული პროპაგანდის გავრცელება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელება უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. აი ეს არის ის ბრალდება, რომელიც დაედო საფუძვლად ბრიტანეთის სანქციებს ამ ორგანიზაციების მიმართ. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა, მას ჩემი მოსაზრებით ექნება განგრძობითი ხასიათი. პარტია იმედი სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით არ წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის და თავისუფალ მედიას და ფაქტიურად დიდი ბრიტანეთის მიერ მოხდა ამ სანქციებით ოცნების PR სამსახურის, პრეს სამსახურის და პროპაგანდისტული მანქანის დასანქცირება როგორც იმედის, ასევე პოსტების ნაწილში. ამბოლოდ არ გამოურიცხავთ, რომ ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს მორიგჯერზე დაავალოს, დაუწესოს კონკრეტული მოთხოვნები, რომ დასანქცირებულ იმედს და პოსტების კონდეს გვერდისაულის გზების საშუალება. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. 100 asilari. How much? This is almost half a million. 140. 140. How much money? 116. For you too much pen. It's sati. Sushi. Asisari sushi. Go. Okay. 50 lari gro. Right. See. Okay. This price? Yes. Samosati otichuti. Okay. Samosati otichuti. ფედერალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს. აღნიშნული ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ. ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში და თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩამულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი გაწეული მომსახურეობიდან მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ობიექტებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სავარაუდოდ პროსტიტუციის შედეგად მოპოვებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ
ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ ბრალიერება ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილიდან სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, კოკაინი, 100 გრამი, კლეფედრონი და ფსიქოტროპული ნივთიერება, კეტამინი, ნივთმტკიცება გამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 261 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ბათუმში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინი, ნივთმტკიცება გამოიღო. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების დაფასუებას ახდენენ და რეალიზაციის მიზნით ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასუებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილისა და 260 კვარტა მუხლის აქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსროლი იარაღის უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ. პოლიციელების მიერ ცეცხლსროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ტარებისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. სამართალდამცველება სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებებისას სპეციალური სკანერის საშუალებით სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცება დამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.